მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ საკითხს: პაუზა თუ დასასრული. ჩაიფიქრეთ პიროვნება, ნახოთ როგორ განვითარდება ამ ადამიანთან არსებული სიტუაცია. ნახოთ პაუზა თუ დასასრული. იმისათვის რომ ზუსტად შევაფასოთ ეს გაშლა თქვენია თუ არა, აი ამჟამად რა სიტუაციაა თქვენს შორის, ჯერ ამ საკითხზე გავაკეთოთ იდენტიფიკაცია. ნახოთ თქვენი საერთო ენერგია მის მხარეს და ენერგია თქვენს მხარეს. თასების მეფე დასტის ბოლოს. ნახოთ თქვენი საერთო ენერგია. ხუთიანი ხმლები, მის მხარეს ენერგია 7-იანი თასები და თქვენს მხარეს ენერგია არკანის სულელი. საინტერესოა, ჩემო ძვირფასებო, თქვენს საერთო ენერგიაში ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ ესეთი სიტუაცია, რომ არის აი რაღაცა ცოტა ილუზიური დამოკიდებულება, ცოტა რაღაც უხილავი საფრთხეები შეიძლება იყოს, ან მათ შორის ხილული საფრთხეებიც, რომელიც რეალიზდა. აი ესეთი ენერგია მის მხარეს არის 7-იანი თასების. ვფიქრობ, ეს ადამიანი თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება გარკვეული ტიპის არჩევანს აკეთებს, გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს, ხოლო თქვენ მხარეს არსებული ენერგია არის განახლების ენერგია. მე ვიტყოდი, რომ თქვენ რაღაცა თითქოს ახალი ეტაპი გიდგათ ცხოვრებაში, ესე გაქვთ გადაწყვეტილი ყოველ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ გაქვთ თქვენი მეგობრების იმედი. ნახოთ კიდე რა სიტუაციაა თქვენს შორის. ხო, არკანი კარმა, კი ბატონო, თასების დედოფალი და არკანი მაგი. ძალიან საინტერესოა, ანუ აქ ამ შემთხვევაში კარმის არკანი, მე გითხარით, რომ რაღაც დაფარულის გამომჟღავნება თქო და სავარაუდოდ სწორედ ეს არის, იმიტომ რომ აი კარმის არკანი ამ დასტაში არის ესეთი არკანი, აი თითქოს მზეს ეფარება მთვარე და ჩრდილავს რაღაცას და ვლინდება, ან რაღაცა შესაძლოა შემოძვირფასება ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში, ისეთი ეტაპი, რაც ერთხელ უკვე გაიარეთ, შეიძლება ეს იყოს. უმრავლესობა თქვენგანისთვის ეს სიტუაცია სხვათა შორის შესაძლოა ეხებოდეს ოჯახს ან ცოლ-ქმრულ კავშირს, რატომღაც ესეთი ენერგია მომდის, არკანი ძალა და არკანი ეშმაკი. კი ბატონო, არკანი ეშმაკი არის, აი ნახეთ, წყვილის ენერგია, რომელსაც ეს უკან ყავს ჩასაფრებული ეშმაკი. იცით რა, ზოგიერთ დასტაში თვითონ ეშმაკის არკანი იდენტიფიცირდება როგორც ოჯახის ენერგია და მე გითხარით კიდეც და კი ბატონო, აი აქ რაღაცა უმრავლეს შემთხვევაში მოკლედ იქნება ისეთი სიტუაცია, სადაც განხეთქილება მომხდარი წყვილს შორის, ეს ურთიერთობა უთანაბრდებოდა სავარაუდოდ ოჯახს, თუ არ იყო ოჯახი უმრავლეს შემთხვევაში, რაღაცა გარკვეული საკითხები შესაძლოა ეხებოდეს აქ ბავშვებსაც. და აი ეს ადამიანი თითქოს რაღაც არჩევანის წინაშეა, თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, აი თქვენ მხარეს კი დაალაგდა 3 მაღალი არკანი, ანუ დასასრული და დასაწყისი ერთად, არკანი სულელი, არკანი მაგი და არკანი ეშმაკი. თითქოს რაღაც ერთგვარი მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლება შეიძლება იყოს აქ, ჩემო ძვირფასებო, ან შეიძლება იყოს ისეთი საკითხი, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა რაღაცა
დაფარულის გამო, მჟღავნების გამო, შეიძლება ზოგისთვის ეს არის ღალატი, ზოგისთვის ეს არის რაღაც უპატიებელი შეცდომა, ამის გამო გაწყვიტა მეორე ადამიანთან კავშირი. ეხლა ვნახოთ ესეთი, ეს მოკლედ თუ გამოგეხმაურათ სიტუაცია, რომელიც იდენტიფიკაციის დროს აღწერე, მაგ შემთხვევაში გააგრძელეთ ამ გაშლის ყურება, ხოლო თუ არ გამოგეხმაურათ, მაშინ ეს გაშლა თქვენთვის არ არის. აი ახლა კიდევ ვნახოთ ამ უშუალოდ აი ამ დასტით ეს ურთიერთობა, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, პაუზაა თუ დასასრული. ნახოთ აბა პაუზაა თუ დასასრული. ოთხიანი გვერდები, მე გითხარით, რომ ოჯახს ეხებათ, ხო? კი ბატონო, არკანი იმპერატორი და არკანი ხუთიანი თასები. ცხრიანი კვერთხები, არკანი სამართლიანობა და არკანი ორიანი თასები. აქ ძალიან ბევრ შემთხვევაში, კი, ექვსიანი ხმლები, ფორტუნას ბორბალი და ცხრიანი პენტაკლები. ჩემო ძვირფასებო, აქ ძალიან ბევრ შემთხვევაში უმრავლესობა თქვენგანის სიტუაცია იქნება ესეთი, რომ თითქოს ადამიანი იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ ძალიან უარყოფითად მოქმედებს მასზე ეს სიტუაცია, რაც არის. შესაძლოა ბევრთან სიტუაცია შეიცვალოს და გადათამაშდეს ისე, რომ აი გევედრებოდეთ ადამიანის შერიგებას, მაგრამ აი თქვენ თითქოს აი ვერ ყალიბდებით, რომ იქნებ კიდე ცოტა ვაწვალო, რომ უსამართლო იგრძნოს რადონის უსამართლოდ მომექცა, ანუ სამართლიანობის სახელით თითქოს აი ესეთი ამბავია. მაგრამ მე როგორც ახლა ეს დასტამაჩვენებს, ეს არის დროებითი პაუზა. ეს არ იქნება დასასრული, იმიტომ რომ თქვენ მოგიწევთ, მით უმეტეს იდენტიფიკაციაში ვახსენე, რომ შეიძლება საკითხი ხებოდეს ბავშვებს, თქვენ მოგიწევთ აუცილებლად თანაკვეთა. ნახოთ კიდე პაუზაა თუ დასასრული, რვიანი ხმლები, ჩამოკიდებული კაცი და ოთხიანი პენტაკლები. ხო გეუბნებით, წეგან გითხარით, რომ თქვენი არჩევანია, რომ აი სამართლიანობის სახელით თითქოს აწვალოთ, პასუხი არ გასცეთ, რაღაცა ან შეიძლება საფინადოდ გინდოდეთ, რომ დასაჯოთ. კი, აი ესეთი სიტუაციაა და ამიტომ არ აპირებთ ჯერ რომ გარკვეული ტიპის გადაწყვეტილება მიიღოთ. არ ჩქარობთ ყოველ შემთხვევაში თქვენ ამას. იცით რა, სხვათა შორის ქალბატონებიც და ბატონებიც, რომლებიც მიყურებთ, აი აქ ეს თემა არანაკლებად იქნება მხარდაჭერილი თქვენი გარშემო მყოფების მხრიდან. აი თითქოს თქვენ მეგობრები გვერდში გიდგანან, გამხნევებენ, აქ ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერაც იქნება და კი, აი რატომღაც მომდის, რომ აქ არის მესამე ადამიანის ენერგია, წეღანაც ეშმაკის არკანი, რომ მოვიდა და კარმის არკანი. აქ ზოგი ეს ურთიერთობა უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება მესამე ადამიანის გამოიყოს, ისე როგორც იყო, აი არკანის სიკვდილი და ორიანი პენტაკლები. აი ეხლა ხართ ძალიან ანუ იმპერატრიცას არკანი დასტის ბოლოს 10-იანი ხმლები და პენტაკლების პაჟი. ეხლა ხართ ტუზის კვერთხი. ანუ ეხლა ჩემო ძვირფასებო, თქვენი ენერგია, ჩემი მსმენელის უშუალოდ ჩაფიქრებული ადამიანის არა, თქვენი ენერგია არის ძალიან სწორი, თუ ასე შეიძლება ეს ენერგია განისაზღვროს, იქიდან გამომდინარე, რომ იმპერატრიცას არკანით თქვენ აქცენტი გადატანილი გაქვთ საკუთარ თავზე. საკმარისად ბევრი იტანჯეთ ამ ურთიერთობაში, საკმარისად ბევრი დათმეთ, ბევრი ჭრილობაც მიიღეთ, ბევრი ტკივილიც მიიღეთ, მაგრამ ეს ყველაფერი არის შეგვიძლია ჩავთვალოთ გამოცდილება. აი ახლა ამ ეტაპზე თქვენ უკვე დროა, რომ აირჩიოთ სწორი მხარე
და საკუთარი თავი თითქოს, აი ამას გვასწავლის. თუმცა ეხლა მე ისიც შემიძლია გითხრათ, რომ აქ იმპერატორი მოვიდა და გაშლის დასაწყისში და დასტის ბოლოს მოვიდა არკანი იმპერატრიცა. ეს არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის საბოლოო დასასრული, რაღაცა კიდევ გაქვთ თქვენ გასავლელი ამ ადამიანთან. რაღაცა ეტაპი კიდევ არის ჩასახური, რომ თქვათ დაუშვათ მერე რომ დასასრულია. კი, არკანი მზე, აი აგერ არის, გეთანხმებით, რომ დამეთანხმებით უფრო სწორად, რომ ეს არ არის დასასრული, აქ მოვიდა კი ბატონო არკანი მაგი და 6-იანი კვერთხები. ჩემო ძვირფასებო, დამერწმუნეთ, რომ ეს დასასრული ნამდვილად არ არის. შესაძლოა თქვენ გეჩვენებათ ამ ეტაპზე ისე ხართ გაბრაზებული და ისე ხართ თითქოს აი შურის ძიებით და მეორე ადამიანის დასჯის სურვილით მოცული, რომ გინდათ რომ დამსახურებულად აგრძნობინოთ და მიაყენოთ ის ტკივილი, რაც მან მოგაყენათ და განგაცდევინათ. თუმცა ურთიერთობა ნამდვილად არ არის იმ ეტაპზე, რომ ვთქვათ, რომ დასასრულია. შესაბამისად, ეს არის ჯერჯერობით დროებითი პაუზა. ნახოთ კიდევ რა რჩევის მოცემა შეუძლია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ტაროს. რა რჩევა შეგვიძლია, რომ მოგცეთ და დავასრულოთ ამით ჩვენი საჯარო გაშლა. რას გვირჩევს ტარო ჩაფიქრებულ სიტუაციაში? რას გირჩევთ? აი თასების ტუზე ამოვიდა პენტაკლების 9-იანი და ამოვიდა ქურუმი ქალი. პირველ რიგში რაც მინდა რომ გითხრათ არის ის, რომ ენდეთ თქვენს ინტუიციას, რომელიც არაჩვეულებრივი გაქვთ. ამავე დროს აქ იმდენჯერ გამიმეორდა მე კარმული არკანები, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ უმრავლესობა თუ არა მსმენელების გარკვეული ნაწილი მაინც იქნებით განსაკუთრებული ინტუიციით დაჯილდოვებული ადამიანები, განსაკუთრებული გუმანი გექნებათ და არც იმის თქმის მომერიდება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ იქნებით კოლეგები, ჩემი კოლეგები, პრაქტიკოსი ადამიანები. ამავე დროს ეს გრძნობა, რომელიც ახლა თქვენ მოგაწვათ და თითქოს ესე წალეკა ყველაფერი, შეიძლება მართლა ისე წავიკითხოთ, რომ არის აი ძალიან დიდი ხნის თმენის შედეგი. კი ბატონო, არკანი სამსჯავრო მოვიდა აქ, აქაც აი კარმის არკანად არის რეალიზებული თმენის შედეგი. კი ბატონო, აი აქ ნახეთ თითქოს ამოფრქვევაა, აი ვულკანური ამოფრქვევა. ეს ზუსტად ის არის, რასაც თქვენ ძალიან დიდხანს ითმენდით. რჩევის სახით არკანი მზე მოდის, რჩევის სახით კიდე რის თქმა შეგვიძლია. კი ბატონო, ხმლის რაინდი, არკანი იმპერატრიცა. სწორ გზას ადიხართ არკანი შეყვარებულები. დააფასეთ თქვენი თავი, ჩემო ძვირფასებო, დააყენეთ საკუთარი თავი პრიორიტეტში. დასტის ბოლოს არის ხმლების ტურზე. ძალიან გიჭირთ, მესმის რომ ახლა ძალიან გიჭირთ, იმიტომ რომ ძიმე ემოციური სიტუაციაა აქ. სხვათა შორის აი აქ ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება შემთხვევით გაიგეთ ეს ყველაფერი რაც არის. იმიტომ რომ რაღაც წერილის სიტუაციაა, კი, არკანი მეეტლე, რომელიც უკავშირდება ესეთ რაღაც უცაბედ ცვლილებებს და ნახეთ როგორი ქალის გამოსახულება მხელა ყორნების შავი ფრთებით. კი, ამ ეტაპზე თქვენ შემთხვევაში შემიძლია ჩემო ძვირფასებო გითხრათ, რომ არის პაუზა. შეიძლება ძალიანაც არ გინდოდეთ, რომ იყოს პაუზა და ფიქრობდეთ, რომ დასასრულია, მაგრამ მოგიწევთ ამ ურთიერთობას დაუბრუნდეთ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის კარმული ურთიერთობა და უკაცრავად კარმული ურთიერთობები ჩვენ ცხოვრებაში შემთხვევითობის შედეგი ნამდვილად არ არის. განსაკუთრებული დანიშნულება აქვს ამ ურთიერთობებს და ეს დანიშნულება ძირითადად ვლინდება ხოლმე გამოცდილებაში, რომელიც ამ ურთიერთობებიდან უნდა მივიღოთ. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა. პაუზაა თუ დასასრული, ესეთ თემაზე ვმსჯელობდით. მინდა გისურვოთ მშვიდობა პირველ რიგში. მინდა გისურვოთ
აი ზუსტად არკანი იმპერატორი ქალის ენერგიაში ყოფნა, საკუთარი თავის არჩევა პირველ რიგში და არასდროს დაივიწყოთ რა არის თქვენს ცხოვრებაში პრიორიტეტი. არასდროს დაივიწყოთ აი ეს მინდა რომ გისურვოთ და შევხვდებით ძალიან მალე. დროებით.